დღეიდან სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული მოქალაქეების უფლებებს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სამსახური დაიცავს. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პედაგოგებს დღემდე სადაზღველებთან ურთიერთობაში სხვადასხვა პრობლემა ექნებოდათ, რასაც უკვე მედიაციის სამსახური მოაგვარებს და დარღვევების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. სამსახური 20 მაისიდან რეგიონებში საინფორმაციო კვირეულს იწყებს, სადაც მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან და ასევე დაზღვეულებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საკუთარი უფლებების შესახებ. სამსახურის პრეზენტაცია დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. რა ფუნქცია ექნება ახალ სამსახურს? კურიერის შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე უპასუხებს. საღამოშიდობისა, ბატონო ანდრია. გამარჯობათ. ბატონო ანდრია, რატომ დადგა დღის წესრიგში მედიაციის სამსახურის შექმნა და უფრო კონკრეტულად რა ფუნქცია ექნება სამსახურს? პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ დღეს მილიონამდე მოქალაქე ღებულობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დაზღვევას, მაგრამ აუცილებელი არა მხოლოდ დაზღვევის მიცემა, არამედ გაკონტროლება, რამდენად სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები ამ დაზღვევით, არის თუ არა დაცული მათი უფლებები სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას, კლინიკებთან ურთიერთობისას, აუცილებელია ძლიერი სახელმწიფო სამსახური, რომელიც დაიცავს ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის უფლებას, რომელსაც დაუსაბუთებელი უარი ეთქვა სახელმწიფო დაზღვეულის გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა მარტო ყველა დაზღვეულს, ან სადაზღვეო კომპანიის მხრიდან, ან მოხდა მისი ინტერესების შელახვა კლინიკის მიერ. და იმ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი პრობლემები შეექმნათ სადაზღვეო კომპანიებთან, რა რეაგირებას, ანუ რეაგირების რა ბერკეტები ექნება უფრო კონკრეტულად ამ მედიაციის ახალ სამსახურს? მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურს ისლობდეს ყველა ასეთი მოქალაქე. ადვილი იყოს სატელეფონო დაკავშირება, ადვილი იყოს წერილებითი მიმოწერა მისვლა ამ სამსახურთან. ამიტომაც ვიწყებთ კვირეულს, სადაც ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება გაცნობიტი ხასიათის შეხვედრებით მოქალაქეებს, მედიაციის სამსახურის თანამშრომლები და ასევე ადამიანები, რომლებიც ნებაყოფილობით ჩაერთვენ ამ აქციაში, მზად არიან ნებისმიერ კლინიკაში, ნებისმიერ გამგეობაში, ნებისმიერ მოქალაქემდე მიიტანონ ეს ინფორმაცია, რა არის ტელეფონის ნომერი, როგორ უნდა იკონტაქტონ, როგორ უნდა წარადგინონ მათი ბრალდება, ხოლო მედიაციის სამსახური ვალდებულია უახლოეს მომენტში, დღეების განმავლობაში, საათებში მივიდეს მოქალაქესთან, გაუწიროს ადვოკატირება, კონსულტირება, თუ საჭიროა დააწესოს ფინანსური სანქციებიც მათ შორის, რის შესახებაც ჩვენ ვფიქრობთ მოვამზადეთ სპეციალურ კანონპროექტს, რათა ეს უფლება კიდევ უფრო მეტად იყოს გარანტირებული სახელმწიფოს მხრიდან. დიდი მადლობა. კურიერის შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე პასუხობდა.